საღამო მშვიდობის, აბა ხართ მოგების ხასიათზე. მე ნამდვილად ვარ ხასიათზე იმისა რომ გავათამაშოთ ჯეკპოტი. ზურა ეჭვმოთ რომ შენს. კი, და მოგების ხასიათზე. საღამო მშვიდობის ძვირფასი ონლაინ მაყურებლებო, კлау 5:35 ოქროს ბურთის სტუდიიდან მოგესალმებით და დღეს ერთად გავუძღვებით საღამო მშვიდობის ძვირფასი ონლაინ მაყურებლებო, კлау 5:35 ოქროს ბურთის სტუდიიდან მოგესალმებით და დღეს ერთად გავუძღვებით 2392 ტირას. ხასიათზეც ვართ, თქვენი მოგების ხასიათზე. დღეს სწორედ ის დღეა, როდესაც კიდევ ერთხელ წავეთამაშებით იღბალ სამშაბათი პარასკევი, როგორც ყოველთვის, ლოტო 642 იღებს სტარტს რუსთაველის ეთერში. ხრის ნახევარსაც გადასცა 9:15 წუთი, ეს ის დროა, როდესაც ჩვენ ვიწყებთ ხოლმე თქვენთან ურთიერთობას იმისთვის, რომ გაგახაროთ პირველ რიგში, შევეთამაშოთ იღბალს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი როგორც წინა ჩვენი შეხვედრა აღმოჩნდა წარმატებული ერთი ადამიანისთვის და მესამე საპრიზო კატეგორია გავათამაშოთ, არც დღევანდელი დღე იქნება გამონაკლისი და ან მეორე საპრიზო კატეგორიას, ან ჯეკპოტს შევეთამაშებით. ჯეკპოტი აჯობებს. ორივე გვითხარი რამდენს შეადგენს? ჯეკპოტი შეადგენს 1,991,122 ლარს და მეორე კატეგორია 136,000 ლარს გასცდა. ორივე გემრიელი კატეგორია, გემრიელი თანხა. შესაბამისად, წარმატებას გისურვებთ. აბა, აღარ დავაყოვნოთ. 3, 2, 1 და დავაჭირეთ ჩვენს ჯადოსნურ ღილაკს. ლოტოტრონიც ავახმაურეთ ბატონო და ვნახოთ დღევანდელი ციფრების კომბინაცია. მაღლებს შემოგთავაზებს, დაბლებს, საშუალოს. ლოტოტრონი ავახმაურეთ და ვნახოთ ახლა ლოტოტრონი რამდენად აგვახმაურებს ჩვენ. 39-მა გახსნა. 39-მა ყვითელმა ესეთი ზისფერმა ბურთმა გახსნა დღევანდელი მომგებიანი ჩვენი ციფრთა კომბინაცია. 14 გახლავთ მეორე ბურთი, რომელიც მოთავსდა ადგილზე. და მესამე მომგებიან ბურთად მოგორდა ჩვენთან ერთიანი. აჰა, მაღლით დავიწყეთ. საშუალოთი გავაგრძელთ, მე სულ დაბლებში ჩავედით და ახლა ისევ მაღალში ავედით, ზებოთ. 36 შემოგორდა ამასობაში, ჩემო თაკო. ეხლა გჭირდება ჩემო ზურა მეხუთე მომგებიანი ბურთი და ვნახოთ რა იქნება მეხუთე. კვალი რიცხვი შემოგთავაზა ჩვენმა ლოტოტრონმა 10 გახლავთ. 10 წითელი ფერის და 10 შემოგვიერთდა. 10-ზე რა გახსენდება? რამე ხარ გახსენდება?
22. ესე მე გავიგე რაც გაგახსენდა, მაგრამ მაყურებელს არ გავუგე. 22. მე მომგებიანი რიცხვი. ბურთი და ბონუს რიცხვიც გახლავთ საკმაოდ მაღალი. 40 დაფიქსირდა ბატონმა კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ. 39-ით დავიწყოთ. 14. 1 36. 10 22. და ბონუს რიცხვი გახლავთ 40. წარმატებები პირველ რიგში ყველა ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენი ერთგული მოთამაშეები დღეს ძალიან გავახარეთ. და იმედია რომ ახლა ესებაცი ვიცით თქვენ, ჩვენ ჯერ არ ვიცით და კი ბატონო და იმედია რომ ჩვენც აგვახმაურებთ ძალიან მალე აქ თქვენი სიხარულით, რომელსაც გავიზიარებთ. თავისთავად ხარია, როდესაც გამოჩნდება უკვე შედეგები. შედეგებს ძალიან მალე გავიგებთ, მაგრამ სანამ მივალთ შედეგებამდე, სიხარულამდე, ჭირდება იგრის რამდენიმე გამოცდამდე. მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ხო, ხო? პირველი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რა არის? ნაბიჯი, ეს არის რა თქმა უნდა ის, რომ ხელში ბილეთი ყოველ სამშაბათს და პარასკევს მნიშვნელოვანია, რომ გვეჭიროს რაოდენობა, რა თქმა უნდა, თავად შეგიძლიათ, რომ განსაზღვროთ, ამისთვის უნდა ეწვიოთ საქართველოს ეროვნული ლოტარის საიტს www.loto.g ან შეგიძლიათ მიბრძანდეთ ყველა დიდ სავაჭრო მოლში მდებარეობს სერვის ცენტრები. კი ბატონო, სადაც გარდა შეგიძლიათ თქვენთვის ასურველი კომბინაცია შეავსოთ და ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით ლოტოს ჭიხურების შესახებაც იცით თქვენ ინფორმაცია. მოკლედ, ესე იგი, თუ ელექტრონულ სამყაროში, თუ ჭიხურებში, ნებისმიერ შემთხვევაში მთავარი არის ერთი, რომ იაქტიურად გამოთქვათ სურვილი და ბილეთები გქონდეთ კვირაში ორჯერ მაინც. შედეგებს დავუძმოთ ადგილი. ცნობილია უკვე. მე-5-6 კატეგორიებში გვყავს გამარჯვებულები, სულ 43 გამარჯვებული გვყავს დღეს. ვერ გავათამაშეთ ჯეკპოტი, ვერც მეორე კატეგორია, მესამე, მეოთხე მას თავი შეიკავა, მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ, რომ ეს კატეგორიები იზრდება, შესაბამისად თანხებიც და მომდევნო გათამაშებაზე კიდევ უფრო დიდი შანსი გაქვთ, კიდევ უფრო მაღალი თანხა მოიგოთ. ჩვენი საპრიზო ფონდები როდესაც თავს იკავებენ ხოლმე მომდევნო ეტაპის ერთიანად კი დაიძახებენ ხოლმე, ესე იგი გათამაშების ბედნიერ ჩვენს სიტყვებს. და ჯადოსნური სიტყვებიც კიდევ აქვე. გავიხსენოთ, იგებს ის, ვინც თამაშობს. მოგება შეუძლია ყველას, მათ შორის თქვენს. აი ახლა ვინც ვიყურებთ და გვადევნებთ თვალს ტელეეკრანებიდან, ასე რომ შევხვდებით პარასკევს, რა თქმა უნდა, ერთმანეთს და გაგახარებთ. Говорит ли вам что-то слово «цимбалы»? А вот в руках нашей следующей участницы цимбалы не просто говорят, а поют. Встречайте, музыкальный самородок из Белоруссии Анастасия Ванеева. Настя, ты приехала